დებატები გვექნება მალხას პატარაიასა და იურისტ მალხას პატარაიასა და უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძეს შორის. ახლა კი ვიწყებთ ჩვენს პირველ სტუმართან საუბარს. მოგესალმებით, საღამოშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენს სტუდიაში. მე ძალიან მინდა რომ ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ წარდგენით, რომელიც ჰქონდა ქართულ ოცნებას განახლებული გუნდის. მე მაინტერესებს თქვენი შტაბეშტილება, როგორი შტაბეშტილება დაგჭათ, ერთი მხრივ მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რაც იმერეთში წარდგენა ვნახეთ და მეორე მხრივ რაც აგურამოში ვიხილეთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის, დიდი მადლობა ჩემი სიტყვის დაფასებისათვის. მივესალმები ტელემაყურებელს. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, დავიწყებდი იმით, რომ საგურამოში პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ახალი განახლებული გუნდი 15 კაციანი ჯგუფი, რომელიც ვფიქრობ, რომ ის კითხვის ნიშნები, რომ ყოველთვის ქართულ ოცნებას და ჩვენ პოლიტიკურ პარტიას ყოველთვის უხდებოდა იმის მტკიცება ამ ხნის განმავლობაში, რომ ჩვენ არა ვართ პროდასავლური, გვაქვს სხვა ღირებულებები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ წარდგენაზე, ვინც წარვადგინეთ, ვინც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა 95% ყველას ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული განათლება და ის განაცხადია, მრავლის თქვენი განაცხადი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ოცნების იმ კურსს, რომელიც ურყევია და თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში სტუმრების ნაწილი მაინც ვინცაც მე აქ უმასპინძლებ ბოლო დღეებში, ასევე სოციალურ ქსელებში, ცოტა გაღიზიანდა იმით, რომ აი ეს აქცენტი იყო ხაზგასმულად განათლებაზე, დასავლურ განათლებაზე. თქვენ იზიარებთ რაღაც ნაწილში მაინც მათ აზრს? პირველ რიგში ახლა შესაძლებელია ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, კარგია რომ ჩვენი უნივერსიტეტები იყოს იმ დონის, როგორც ჰარვარდია და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენც იმ დონეს უნდა მივაღწევთ და შემდეგ ვფიქრობ, რომ არ იქნება ეს გამაღიზიანებელი. ჩვენი უნივერსიტეტები, რა თქმა უნდა, ჩვენი საუნჯეა და მას უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ასევე ჭირდება მას ის რეორგანიზაცია, რომელიც მიიყვანს იმ სტადიაში, როგორიც არის ის სასწავლებელი, რომელთაც მთელი მსოფლიო ამაყობს და ღებულობს იმ განათლებას, რომელიც ჭირდება ცივილიზებულ დანარჩენ მსოფლიოს. ახლა რაც შეეხება ეს იყო განაცხადი, ანუ უთქმელი განაცხადი, რომ ეს კურსი, რომელი კურსი ჩვენ გვაქვს აღებული, ეს არის დასავლური კურსი, ურყევი კურსი, რომელიც რა თქმა უნდა საქართველოს მაქსიმალურად საქართველოს ეროვნულ ღირებულებებზე და მის წინსვლაზე და წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ რადგან გვაქვს დასავლური კურსი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მეზობლებთან უნდა გქონდეს ის მტრული დამოკიდებულება, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში საქართველოს მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ დღეს ძალიან ბევრი გლობალური გამოწვევები გვაქვს ყველა მხრივ. ასე რომ მე როგორც ერთმა პარლამენტარმა და ამ გუნდის წევრმა მესიჯად მივიღე ეს, რომ ეს არის იმ კურსის გაგრძელება, რომელიც ქართულმა ოცნებამ აირჩია. რაც შეეხება კანდიდატებს, მე ერთი რამ მინდა, რომ საერთოდ გითხრათ და ჩემი მწამსი ესეთია, რომ ეს არის ჩვენი გუნდის ახალი წევრები და მათ უნდა დაამტკიცონ თავისი ბრძოლით კრიტიკულ სიტუაციაში, რომ ისინი არიან ჩვენი ღირსეული თანამებრძოლები. რა თქმა უნდა, გუნდმა მისცა მათ ის ძალა და ის ნდობა, რომელიც არის მთავარი დანარჩენი, რასაც ქვია თანამებრძოლობა და თანამებრძოლობის ასე ვთქვათ, ანუ მათ ეს დასამტკიცებელი აქვთ თქვენთვის? რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს დასამტკიცებელი ქონდა, რომ ჩვენ ღირსეული და თანამებრძოლები ვართ ერისკაცის ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც უსისხლო 9 წლიანი რეჟიმი მისი ლიდერობით ჩვენ და დანარჩენ საქართველოსთან ერთად მოვიპოვეთ. მე ვფიქრობ, რომ ქონდა პასუხისგებლობა დღემდე და გვაქვს პასუხისგებლობა, რომ იმაზე მეტი გავაკეთოთ, რომ რაც მოგვეთხოვება. ვფიქრობ, რომ ის ვინც ვერ მოხვდება მაგალითად საარჩევნო სიაში, ის რჩება ქართული ოცნების გუნდის წევრად, თქვენი აზრით, თუ მაინც ეს ადამიანები ცდილობენ, რომ თავისი გზა იპოვონ, მაგალითად, თუ კი რაღაც იდეოლოგიური თანხwebdriver არ აქვთ, თქვათ გუნდის ახალ წევრებთან, ისინი ეცდებიან, რომ
ისეთ პარტიაში გადავიდნენ, რომელიც მათთან უფრო ახლოს არის. აი ეს ძალიან საინტერესოა. აი თქვენ თქვით, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქართულ ოცნებასთან ერთად, ვიღაცებს, ვინც მოვიდნენ ახლებს აქვთ ეს დასამტკიცებელი. ეს კონფლიქტს არ ქმნის თვითონ? არ ქმნის კონფლიქტს, იმიტომ რომ საერთოდ ბრძოლაში, იმიტომ მე ამ სიტყვას იმიტომ ხმარობ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში, თუნდაც ასე ვთქვათ, მაგრამ ჩვენ ირგვლივ ისეთი მდგომარეობა, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია და ადამიანმა არა მარტო უნდა იმოღვაწოს როგორც მშვიდ პოლიტიკური ცხოვრების დროს, არამედ ახლა არის ის დრო, ჯერ ერთი და მდგომარეობა საქართველოში არის გასაუმჯობესებელი, ქვეყანა არის გასამთლიანებელი და ის გლობალური გამოწვევები, რაც ირგვლივ არის და ვფიქრობ, რომ თითოეული ტყაველი ნაბიჯისთვის არის საბრძოლელი. მე ამ სიტყვას ამიტომ ხშირად ხმარობ და როდესაც განათლებული ადამიანები, რომლებიც მართლა საამაყო არის, ფიქრობ, რომ საამაყო უნდა იყოს მათი ნაბიჯები და უნდა იყოს ორიენტირებული იმ ეროვნულ ღირებულებებზე და იმ კურსზე, რომელი კურსით ბატონ ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1 ოქტომბერს დანარჩენ საქართველოსთან ერთად მოიპოვა. მე გავუსვამ ხაზს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ერთიანობა, რაც იყო კოალიციური, ფიქრობ, რომ ბევრი მესიჯები, რომლებიც ამ კოალიციიდან გამოდიდა, იყო აცდენილი. და ეს ჩვეულებრივი კოალიციური ამაზე მინდა ოდნავ მოგვიანებით ვკითხოთ და საერთოდ საქართველოს პარლამენტის მუშაობაზე გასული 4 წლის განმავლობაში ამაზე შეგეკითხებით აუცილებლად. უბრალოდ მაინტერესებს, გარკვეული უკმაყოფილება, ასე ვთქვათ, გულისწყვეტა შევნიშნეთ ცალკეულ დეპუტატებს, რომლებიც შეიძლება სიაში ვერ მოხვდნენ ან მაჟორიტარად არ წარადგინეს რომელიმე ოლქში, ხომ? როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა დაუფასოს ის ხვაწლი, რაც პარტიის მიმართ ჰქონდათ ამ ადამიანებს, თავად ამ პარტიამ. ვთქვათ, ვიღაცას თუ უნდოდა მაჟორიტარად წარდგენა და ის არ იქნება მაჟორიტარი, ან პარტიულ სიაში ვერ მოხვდა, ამ ადამიანების ადგილს სათხედავს პარტია ქართული ოცნება. პირველ რიგში იცის საზოგადოებამაც იცის, რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა დაფუძნებელმა ბატონ ბიძინა ივანიშვილმა ეს შიდა დახურულ შეხვედრაზეც და მე შემდეგ საზოგადოებაში გაიჟღერა, რაც შემთხვევით შესაძლებელია, რომ ეს გასულიყო, ასე ვთქვათ, საჯაროდ, იმიტომ რომ ეს ითქვა შიდა დახურულ საუბარში, მაგრამ რადგან ითქვა ეს უკვე საზოგადოებაში, შემდეგ ფიქრობ, რომ არც პრობლემას ხედავ, რომ არც ერთი გუნდის წევრი, რომელმაც ის ძნელი ჟამი, რომელიც რეჟიმის ბრძოლაში გამოიერა გუნდთან ერთად, არავინ არ დარჩება ისე რომ მას ფუნქცია არ ქონდეს. მაგრამ ყველამ უნდა საერთოდ პოლიტიკა არის როგორც ბრძოლის, ასევე დიდი მოთმინების ადგილი, სფერო, სადაც ფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება პირადი ემოცია შეიძლება ჭარბობდეს, მაგრამ ფიქრობ, რომ გამოწვევა თუ კონკრეტულ რაიონში არის ის რომელიც ჩატარდა კვლევები, რეიტინგი, გამოკითხვები, კონკრეტულ დროს შეიძლება და არ ახარ იმ ადგილზე, შეიძლება მაჟორიტარი ან სხვა, მაგრამ არის გუნდი გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი ასე ვთქვათ, პარლამენტს მიღმა იყო, მაგრამ დარჩე გუნდის წევრად ამას გულისხმობთ. მაგრამ სად არის ეს პარლამენტს მიღმა? აი, სად უნდა გადანაწილდნენ ეს ადამიანები? ეს არის საინტერესო. ფიქრობ, რომ არის გუნდის გამარჯვების შემთხვევაში არის აღმასრულებელ ორგანოში და არის საზოგადოებრივ სხვადასხვა მიმართულებები და არის ძლიერი მოქალაქე, რომელთა მოქალაქესთანაც ფიქრობ, რომ საამაყო გვერდში დგომა. ასე რომ არჩევანი ძალიან ბევრია, მაგრამ გუნდის წევრი როცა ხარ, ფიქრობ, რომ გუნდსაც უნდა მისცე არჩევანი. ფიქრობ, რომ თითოეული ჩვენთაგანი ბატონ ლუკა, ესე გამოდის, რომ უმრავლესობა ესეა. გუნდის იმ წევრებმა, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, თავისი ფუნქცია პოლიტიკაში შეასრულეს და ახლა სხვების დროა, ახალ ადამიანებს ეძებს პარტია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა დაასრულეს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დასრულება პოლიტიკაში საერთოდ დასასრული არ არის, იმიტომ რომ სამ სახელმწიფო არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აქტივობა ყოველთვის არის და ადამიანს თუ ის მართალი ადამიანია, ოცნებასთან ერთად, ასე. დიახ, რა თქმა უნდა, მართალია, მას შეუძლია ყოველთვის თავისი ადგილი იპოვოს, მაგრამ ასევე ისიც უნდა გავითვალისწინოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა, სად არის ჩვენი ადგილი.
შესაძლებელია დღეს გადაინაცვლოს სხვა სფეროში, მაგრამ შესაძლებელია რომ მომავალში ისევ მოითხოვოს პოლიტიკურმა მოვლენებმა რომ ისევ პარლამენტში იყარო კენჭი და იყო სრულიად საქართველოს წარმომადგენელი. ასე რომ ფიქრობ რომ მეტი დისკუსია საჭირო, მეტი კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით რომ ეს გაუგებრობა, რომელიც გულისწყეთა, რომელზეც თქვენ აღნიშნეთ, რომ არ იყოს, მაგრამ რადგან კოალიცია იყო, მე ამას კოალიციური ერთობა რადგან იყო და რეჟიმისთვის იყო ეს გაერთიანება, აი ამ ხელა დიდი გაერთიანება, ბლოკი ამიტომ შეიქმნა, მაგრამ დღეს აუცილებლად არ მოითხოვს ამ ხელა დიდი, ასე ვთქვათ, ბლოკის დიდი გაერთიანებას, ყველას თანაბარი ქართული ოცნების გამარჯვება ისიც არის, რომ ყველას ეძლევა თანაბარი საშუალება, რომ რაც არ უნდა მცირე ზომის პარტია იყოს, მაქსიმალურად თავისი პოლიტიკური ასე ვთქვათ წინასაარჩევნოდ დაპირებები გააკეთოს და შემდეგ იღვაწოს, რომ ეს შეასრულოს. ფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა პირველად საქართველოში ყველას ეძლევა საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს პოლიტიკაში. იბრძოლოს და არ იყოს მარტო ოპოზიციიდან ასე ვთქვათ შენიშვნების მომცემი. თქვათ სხვების შემთხვევაში შევეხეთ, რადგან თქვენ ხართ ჩემი სტუმარი, კონკრეტულად თქვენ გკითხავთ, აი თქვენ სათხედავთ თქვენს თავს, გაქვთ თუ არა სურვილი რომ იყოთ საქართველოს მომავალ პარლამენტში თუ საერთოდ სხვა გეგმები გაქვთ? დიახ, მე უბრალოდ დავასრულებ იმას, რომ კოალიციიდან ყოველთვის შესაძლებელია იყოს სხვადასხვა მესიჯები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ქართულ ოცნებას, დემოკრატიულ საქართველოს აქვს ცალკე იმის აღებული ნიშა, რომ ის იყოს ერთიანი და ერთიანით ისაუბროს. არა ისე, როგორც მაგალითად იყო რამოდენიმე პარტია გაერთიანებული და სხვადასხვა ღირებულებების პარტიები იყო და ამიტომაც იყო, რომ შეიძლება საზოგადოებისთვისაც გაუგებარი იყო ამდენი ცდომილება იმ მესიჯებში, რაც იყო ქართული კოალიციიდან. აი შეგიძლიათ დაასახელოთ ეს პარტიები, ვისთანაც განსხვავებული იდეოლოგიური თუ ღირებულებითი მდგომარეობა იყო, რომელ პარტიებს გულისხმობთ აქ? არა, გულისხმობა ვინც იყო ყოველთვის შეახად სათითაოდ არც იმას არ გამოყოფ, მაგრამ როდესაც რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ფორუმი და მრეწველები და ქართული ოცნება კიდევ ერთად მათი ღირებულებები სხვადასხვა არის. ასე რომ სხვა რესპუბლიკელებს სხვა ღირებულებები აქვს, მაგრამ ეს გაერთიანება იყო იმისათვის, რომ რეჟიმი, რომელიც გავისტუმრეთ, ამისათვის იყო საუცილებელი. მაგრამ ქართულმა ოცნებამ ცალკე დღეს მე ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ის ამ 4 წლის შემდეგ უფრო ძლიერი უნდა გახდეს, უფრო ერთიანი, უფრო მობილური და მეტი კომუნიკაცია უნდა კონდეს საკუთარ გუნდთან. თქვენ მხოლოდ მესიჯებში პოულობთ ამ განსხვავებას თუ მაგალითად დაპირებებშიც, აი თქვენ ძალიან ხშირად ლაპარაკობდით სამართლიანობის აღდგენის საკითხზე, ხომ? აი ამ ტერმინს ძალიან ხშირად იყენებდით. ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს იპოვით, მათ შორის თქვენს მხარდამჭერებში, რომლებიც გეტყვიან, რომ არანაირი სამართლიანობა არ აღდგარა საქართველოში, ხო? რამ შეუშალა ამას? პირველ რიგში დრო. პოლიტიკური ნება ქართული ოცნების არის, რომ ყველა ის დანაშაული, რა დანაშაულიც ჩაიდინა 9 წლიანმა რეჟიმმა, აუცილებლად გასამართლეს. დამერწმუნებით იმაში, რომ დანარჩენ ცივილიზებულ ქვეყანაში ბევრი ფაქტებია, როდესაც ერთი საქმე განიხილება წლების განმავლობაში. თუ ჩვენ გვინდა რომ სამართლიანი ქვეყანა ავაშენოთ და სამართლებრივ ჩარჩოში მოვაქციოთ ყველაფერი და მომავალი ასე თაობებს დაუტოვოთ არა შუღლი და არა ის რაც ამ წლების განმავლობაში თაობათა შუღლი რომელიც უკვე მესამე ათეული წელია საქართველოში გრძელდებოდა 2012 წელს 1 ოქტომბერს წერტილი დაესვა ამ გაუთავებელ შურისძიებას და დავიწყეთ ახალი ცხოვრება, რომ ყველა დამნაშავე. მე ამას ხალხს ვუსვამ და ძალიან ბევრია ქართულ ოცნებაში ადამიანი, რომელიც და ეს არის უმრავლესობა, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ამ თითოეულ ათასობით ფაქტი არის პროკურატურაში საჩივარი, ერთი მეორეზე მძიმე საჩივრები
და რომელზეც ყველაზე პასუხია გასაცემი. პროკურატურამ 24 საათიანი მუშაობა რომ 24 საათი რომ იმუშაოს ამ საქმეს 3 წელიწად ნახევარში ვერ შეასრულებდა. ანუ ეს არის ბატონ ლუკა, აი პროცესზე თუ ვისაუბრებთ, თქვათ, თუ კი ადამიანები ხედავენ, რომ თქვათ, სადაც უსამართლობა იყო, ის სწორდება და სახელმწიფომ ან კომპენსაცია დაუბრუნა, ან უთხრა რომ შენ რაშიც გაგამტყუნეს სინამდვილეში მართალი ყავ და შემდეგ თქვენი აზრით ადამიანები ხედავენ რომ ეს არის პროცესი თუ ხედავენ იმას რომ ეს პროცესი გაჩერდა უბრალოდ და აღარ მიდის? არა, მე ვერ დავეთანხმები, ჩვენ ქართველები ვართ მაქსიმალისტები და ყოველთვის მოვითხოვთ მაქსიმალურს, მაგრამ იმ დროში რა დროშიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ თუ თავისუფლად საუბრობთ. დღეს თუ დისკუსია არის ყველა სფეროში, დღეს დანარჩენ საქართველოში და ეს დისკუსია, ეს კამათი შემდეგ უბედურება და არ უბრუნდება საზოგადოებას და პირიქით საზოგადოება არის დღეს მკარნახებელი ყველა პრობლემის და ყველა პრობლემას ის წამოჭრის და ის ითხოვს პასუხს. ეს არის ქართული ოცნების ბიძინა ივანიშვილის მონაპოვარი და საფუძველ ჩაყრილი. და პრემიერ-მინისტრაც გააკეთა ამ რამოდენიმე ხნის დღის წინ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საძირკვლიანი, ანუ როგორც ბევრი საკითხი, რომელიც საძირკველი ჩაეყარა, რომელიც არის ფუნდამენტი თითოეული დემოკრატიული ღირებულების შენების, აი ეს მე შეიძლება ახლა ძალიან გლობალურ და ასე ვთქვათ ისეთი სიტყვები ვლაპარაკობ, რომელიც სოფელში სადაც ძალიან სადაც რო გვირდებოდით სამართლიანობის აღდგენას, ეს დაპირება შესრულებულია ამაზე ეს არ არის შესრულებული, მაგრამ ამისი პოლიტიკური ნება და ამისი ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს, რომ შესრულდეს და აუცილებლად შესრულდება. სანამ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლები ვართ ქართულ პოლიტიკაში სამართლიან ქვეყანას მართალი ქვეყნისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ. და ნურავინ იფიქრებს თუ არის ჩვენი თანაგუნდელი, მე წინათაც აღნიშნე, განათლებული ის 15 ადამიანი, ახალი სისხლი, რომელიც შემოვიდა, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი ღირსი არიან ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლები. აი თქვენ ძალიან ბევრჯერ ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე ახლა არის კვირიკაშვილი, მაგრამ თქვენთვის ლიდერი მაინც ივანიშვილი რჩება? ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში ლიდერი, იმიტომ რომ მან საძირკველი 1 ოქტომბერს ჩაუყარა ისეთ რამეს, რაც საქართველოში არ იყო. პირველი ეს რომ თაობათა შუღლი დასრულდა და რაც არ უნდა რთული იყოს ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური ნება, რომ სამართლიანობა და მართალი საქართველო აშანდეს, ამას საძირკველი ჩაეყარა და ის დღეს რომ თავისუფალი საზოგადოება და საზოგადოება არის მკარნახებელი ყველა პრობლემის და ნებისმიერი მინისტრი იქნება, პრემიერ-მინისტრი იქნება თუ მისი მოადგილეები იქნებიან, არასრულებენ იმ მოთხოვნას, რაც საზოგადოება არის, ძალიან მკაცრი არის ამ შემთხვევაში საზოგადოება და საზოგადოების მოთხოვნიდან გამომდინარე ჩვენს პარლამენტში ადეკვატურები. კი ბატონო, ძალიან საინტერესო წარიმართა ჩვენი საუბარი და მე რა შეკითხვაც დაგისვით შემდეგ სხვა მიმართულებით განვითარდა. აი მინდა გკითხოთ თქვენს პირად პერსონალურ გეგმებზე, ეს უკავშირდება კვლავ პარტიულ საქმიანობას თუ რაიმე სხვას? მე სანამ ცოცხალი ვარ, ყოველთვის ვიქნები საქართველოს პოლიტიკაში და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პარლამენტი, ეს იქნება აღმასრულებელი თუ ეს იქნება ძლიერ მოქალაქესთან გვერდში დგომა. პირველ რიგში მე კიდევ მინდა ჩვენს დასავლელ მეგობრებს და პარტნიორებს და სრულიად საქართველოს უთხრა, რომ თუ საქართველოში ჩვენ ძალიან დიდ პატივცემთ ბევრ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ თავის გამოცდილებას ასე თქვათ გვიზიარებენ და უდიდესი პატივისცემა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყნის ასე ცივილიზებული, მაღალი ღირებულებით ქვეყნის სახელმწიფო ჩამოყალიბებაში გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენი დასაყრდენი, რომელმაც ჩვენ ის უბედურება 9 წლიანი რეჟიმი, რომელიც გამოვიარეთ ქართულ ხალხთან ერთად, ჩვენი მოთმინების ფიალა ჩვენი ის მოთმინება, რომელიც გადის ხოლმე სამართლიანად, რომ ავაშენოს სამართლიანი ქვეყანა, ამის ძალას ჩვენ გვაძლევდა ერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ უსვამ მე ხას. და იმიტომ არის ის ადამიანი ერისკაცი, იმიტომ რომ ბევრ ისეთ საძირკველს ჩაუყარა საფუძველი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთი საუკუნის განმავლობაში, ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში იმდენი მაგალითი მოგცა, რომ არ ქონია.
ამიტომ არის მაგალითი ეს ადამიანი და ამ მაგალითიდან ამომდინარე ყოველ ამიტომ ვახსენებ ხოლმე. და ერთი რამ კიდევ რომ ჩვენ ქართველებს არის ესეთი რამ, როდესაც ადამიანი, როდესაც უკვე წარსულში არის, მე ვაღმერთებთ ხოლმე, მე ერის მამა არის თურმე, მე საერთოდ წმინდანად ვაღიარებთ, მაგრამ არის დრო, როდესაც უკვე მაგალითად თუ არ ვაღიარებთ და არ განვადიდებთ, მაგალითები უნდა ვისწავლოთ და ეს მაგალითები და ორი შეკითხვა დამრჩა, ერთი თქვენი აზრით და თქვენი დაკვირვებით ვის აქვს ამ პარლამენტში მოხვედრის შანსი? მე როგორც ხვდები თქვენი საუბრიდან, თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ოცნება მოიგებს ამ არჩევნებს ისე, რომ არ დასჭირდება კოალიციის შექმნა სხვა პარტიებთან ერთად. ჩვენ მოვისმინეთ რაღაც პერიოდის წინ კვირიკაშვილის განცხადება, სადაც თქვა, რომ მაგალითად ბურჯანაძის პარტიასთან ან პატრიოტთა ალიანსთან მე არ ვაპირებ, რომ შევქმნა რაიმე კოალიცია. თქვენი აზრით პოლიტიკური თვალსაზრისით იყო თუ არა ეს სწორი განცხადება, იმიტომ რომ არავინ იცის პოლიტიკაში რა როგორ მოხდება და შესაძლოა ქართულ ოცნებას დასჭირდეს კოალიციის შესაძლოა თეორიულად, ხომ? იყო თუ არა სწორი ამ აქცენტის გაკეთება პატრიოტთა ალიანსთან და ბურჯანაძესთან დაკავშირებით? ფიქრობ, რომ რაც არ უნდა პოლიტიკაში ყველაფერი ბევრჯერ მომისმენია ისეთი ძლიერი პოლიტიკოსებისგან, რომელიც შეიძლება ბევრი რამ დაეკითხო და პოლიტიკაში არაფერს არ გამორიცხავენ, არასდროს არ არსებობს პოლიტიკაში. მაგრამ ერთი რამ არის, რომ ჩვენ კურსი, რომელიც აღებულია და თუ ის კურსი იქნება რადიკალურად მიუღებელი, მაშინ კოალიცია ვერ შედგება. და თუ იქნება, ფიქრობ, რომ იმ ღირებულებების გატარება, რომელიც საქართველოს და ჩვენს ქვეყანას და ერთს ჭირდება, ამ შემთხვევაში დისკუსია შესაძლებელია გაიმართოს, მაგრამ რადიკალური განსხვავება თუ იქნება, როგორც არ შეიძლება ქართული ოცნება და ნაციონალები გაერთიანდნენ, აი თქვენ რადგან კოალიციაზე ამდენი ისაუბრეთ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შეკითხვის დასმა, როცა რესპუბლიკელები ახსენეთ, თქვათ ფორუმის ხვები, რადიკალური განსხვავება არსებობს ამ ორ პარტიასა და ჩემი ახსენებ პატრიოტთა ალიანსსა და ბურჯანის გაერთიანებას შორის და ქართულ ოცნებას შორის. შეუძლებელია მათი თანამშრომლობა თქვენი აზრით დღევანდელი გადმოსახედიდან? დღევანდელი გადმოსახედიდან ქართულ ოცნებას აქვს გზა, რომ ძალიან დიდი უპირატესობით მოიგოს ეს არჩევნები და მთლიანად დაიღოს პასუხისგებლობა იმ გზაზე, რომელი გზაც მას აქვს არჩეული. ფიქრობ, რომ თითოეულ ჩვენთაგანს და ვინც არის და ვინც იქნება ქართულ ოცნებაში, უნდა კონდეს განსაზღვრული, რომ იმაზე მეტი გააკეთოს და იმაზე მეტი პასუხისგებლობა აიღოს, ვიდრე და ეს იყო აქამდე. ფიქრობ, რომ იყო ბევრი შეცდომები დაშვებული და როდესაც ქვია შენ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, იმაზე მეტი უნდა გააკეთო, რამდენიც შეგიძლია. და იმაზე მეტი პასუხისგებლობა უნდა აიღო და არ უნდა იყურო ერთ მხარეს, რომ მას რაღაცა ექნება მოფიქრებული. ანის ბოლო მომენტში ის გასაგებია ჩვენ ასე რომ ფიქრობ, რომ პასუხისგებლობა, რომელიც მაჟორიტარები ადგილებზე აიღებენ, ეს არის უდიდესი პასუხისგებლობა. და უდიდესი შრომა არის ჩასადები და იცოდნენ, თითოეულ მათგანმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად ერთი გუნდურობისა, მიუხედავად იმისა, რომ სად ვიქნებით, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვიქნებით საქართველოს პოლიტიკაში და ვიქნებით ძალიან ძლიერი ძალა ზურგს უკან, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რა დაპირებასაც და რასაც ქვია ის გასაგებია და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, ჩვენი დრო მოიწურა, გიფიქრიათ ალბათ ამაზე, რა იქნება ყველაზე რთული საკითხები, როდესაც ქართული ოცნება კიდევ უფრო აქტიურად გავა ამ მომრჩეველთან სასაუბროდ. ყველაზე რთული, რაზეც პასუხისგაცემა გაუჭირდება ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ქართულ ოცნებას პასუხისგაცემა არ გაუჭირდება, იმიტომ რომ დღეს თუ თავის საზოგადოება არის თავისუფალი, ეს ქართული ოცნების მონაპოვარია. ქართულმა ოცნებამ ჩაუყარა საძირკველი ისეთ საძირკველს, რომელიც დღემდე არ არსებობდა. მეტი მოთხოვნა არის დღეს საზოგადოებიდან. დაპირებები სოციალურ საკითხებში, ეკონომიკაში. დასრულდა ის ეტაპი და მომავალი არის უფრო მძლავრი და მე ვფიქრობ, რომ ის დაპირებები, რომლებიც ჩვენ 2012 წელს
თქვით მოსახლეობასთან. ეს ყველა დასრულდება და ამას უახლოეს პერიოდში ნახავდა. ეს 4 წლიანი 2016 წლის შემდეგ 4 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნა ქართული ოცნების იქნება ძალიან დიდი გამარჯვებების და მე ვფიქრობ, რომ ქართულმა ოცნებამ ჯერ თავის თავზე უნდა გაიმარჯვოს და თვითონ გუნდში უნდა იყოს ერთი ბირთვი, რომელიც იმ დანაპირებებს და იმ უდიდეს ტვირთს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, ერთად გავწევთ და ახალიც და ძველიც იქნება ის ძალა, რომელიც ერთი მეორეს მოусმენს, შეისმენს და მე შემდეგ ამას განახორციელებს. გმადლობთ გადაცემაში სტუმრობისთვის. ლუკა კურტანიძე ქართული ოცნების წარმომადგენელი იყო, საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დებატები გელოდება წინ. გმადლობთ.